მოგესალმებით. ეს წიგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და ვიწყებთ წიგნების თაროს 22-ე სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის თამაშს, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ტრუბადური და კარპე დiem. სალამი მეგობრებო. როგორ ხართ? კარგად. არა მიშავს მეც. იმედი მაქვს რომ კარგი განწყობა გაქვთ, სათამაშო განწყობა გაქვთ და თავისუფლად ყოველგვარ წნეხის გარეშე ვითამაშებთ ამ თამაშს და საინტერესო და კარგი საყურებელი თამაშიც გამოვა. მე დამატებით შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს 22-ე სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი და თამაშის ბოლოს თითოეული თქვენგანი მიიღებს წიგნის ვაუჩერებს გამომცემლობა ინტელექტისგან. ასევე ჩვენი სეზონის პარტნიორია PSP და აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვინც ბოლომდე მოახერხებს გასვლას ქვეჯგუფიდან, შემდეგ იბრძოლებს და მოიგებს ამ სეზონს, ის გახდება მთავარი პრიზის მფლობელიც, რაც ჩვენ შოუში ტრადიციულად გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. დავიწყოთ თამაში. დავიწყოთ. პირველი რაუნდი, პერსონაჟი. თქვენ უნდა გამოიცნოთ გმირი, რომელიც ლიტერატურულ სამყაროს გასული საუკუნის მეორე ნახევარში გამოცემულ რომანში მოევლინა. სიუჟეტის მიხედვით, წიგნში განვითარებულ მოვლენებამდე, რამდენიმე წლით ადრე, ის ინკვიზიტორი იყო და ხელმძღვანელობდა არაერთ სასამართლო პროცესს ინგლისსა და იტალიაში. არსებობს მოსაზრება, რომ ეს გამოგონილი პერსონაჟი წარმოადგენს როჯერ ბეკონის, უილიამ ოკამისა და შერლოკ ჰოლმსის ნაზავს. ტრუბადური. უილიამ ბასკერვილელი. სად ხვდებით ამ გმირს? გვარდის სახელი. ეს არის სწორი პასუხი, ეს არის უილიამ ბასკერვილელი, ნამდვილად უმბერტო ეკოს ვარდის სახელის მთავარი გმირი ბერი, რომელიც ერთ ბენედიქტელთა მონასტერში იძიებს გარკვეულ ამბებს, რომელიც იქ დატრიალდება. 3-0 ტრუბადური წინ გადის, გავაგრძელოთ მეორე რაუნდი, ციტატა. სასახლის კედლები ქარბუქისგან იყო ნაგები. კარები და ფანჯრები კი ქარიშხლისა ჰქონდა. 100-ზე მეტი დარბაზი ერთი მეორის მიყოლებით ისე იყვნენ განლაგებულნი, როგორც ისინი ახირებულმა ქარმა მიაბუქა. დარბაზები ჩრდილოეთის ნათებით იყვნენ განათებულნი და მათგან ყველაზე დიდი მრავალ მილზე იყო გადაჭიმული. თოვლისგან ნაგები ყველაზე დიდი ცარიელი დარბაზის შუაგულში ერთი გაყინული ტბა მდებარეობდა. მასზე ყინული 1000 ნაწილად იყო დამსკდარი, მაგრამ ეს ნაწილები ისე საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ რაღაც ფოკუსი გეგონებოდა. ტრუბადური ისევ. ყინულის დედოფალი იყოს. ყინულის დედოფალი. რაღაცნაირად მერყევად ლუკა. თუ? რაღაც ცოტა მარტივია. არ ელოდით. ხშირად არის წიგნების თაროში ძალიან რთული კითხვის მერე ძალიან მარტივი მოდის, ან პირიქით ძალიან მარტივის მერე ძალიან რთული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ყინულის დედოფალი, თოვლის დედოფალი, როგორც გენერალ ნამდვილად სწორი პასუხია ჰანს კრისტიან andersenისგან უფრო მეტად ვიცით ეს ზღაპარი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადაპტაცია და ბევრი ეკრანიზაცია და ბევრი ვერსია არსებობს თოვლის დედოფლის. 6-0 მესამე რაუნდი დოკუმენტური. ახლა მოგიწევთ დაასახელოთ ნაწარმოები, რომელიც 10-ოდე წლის წინ საფრანგეთში გამოიცა და ცნობილი პრესტიჟული პრემიაც მოიპოვა. მიუხედავად მცირე მოცულობისა, ნაშრომი მაინც ახერხებს მე-20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის ფესვების ჩვენებას. ცნობილია, რომ მწერალმა წიგნის დასაწერად დაარქივებული მასალები დაიხმარა. მათ შორის ნიურნბერგის პროცესის ოფიციალური სტენოგრამები და კურტ ფონ შუშნიგის ავსტრიული რეკვიემი. ეს არატრადიციული ისტორიული რომანი არამედ ლიტერატურული რეპორტაჟია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს სრულიად სხვა კუთხით გვაჩვენებს. მასში მოცემულია დროის მონაკვეთი რაიხსტაგის ხანძრიდან და ჰიტლერის აღზევებიდან ავსტრიის ანექსიამდე. წიგნი პირველ პირშია დაწერილი და კორპორატიული პასუხისმგებლობისა და ბანალური ბოროტების კვლევად მიიჩნევა.
ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ. პატარა მოწატარა ნაწარმოებია ფრანგულია ხო? არა, მაგას ეხება, მაგრამ ფრანგულია ნაწარმოებია. სამი, არა. 2, 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება. ნაშრომი 2017 წელს გამოიცა და იმავე წელს გონკურის პრემია მოიპოვა. წიგნი 1933 წლიდან 1938 წლამდე პერიოდს განიხილავს. და გვაჩვენებს, რომ ისტორიის უდიდესი კატასტროფები არა გმირული ბრძოლების, არამედ წვრილმანი კომპრომისების, გულგრილობისა და ბიუროკრატიული ნორმების შედეგია, რაც სათაურიდანაც ჩანს. 3, 2, 1. არ გაგვახსენდა ეს წიგნი სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს. ეს არის ერიკ უიარის დღის წესრიგი, ასე ჰქვია ამ წიგნს. დღის წესრიგი. გავიარეთ მესამე რაუნდი, გავაგზავნოთ თამაში, მეოთხე რაუნდი. სხვადასხვა. გამოიცანით ის, რისი უძველესი ნიმუშებიც პირამიდების ხანის ეგვიპტურ სამარხებში 5000 წლის წინ აღმოაჩინეს. ევროპაში პირველად მე-16 საუკუნეში გამოჩნდა და სახელის მიუხედავად სრულებით არ იყო განკუთვნილი ბავშვებისათვის. თავდაპირველად ამ ნივთის ქონა სიმდიდრის დემონსტრაციას წარმოადგენდა, რადგან მის შემადგენელ ნაწილებს ძვირფასი მასალისგან ამზადებდნენ. ყველაზე ცნობილი ეს 1924 წელს ბრიტანეთის დედოფალ მერისთვის შეიქმნა და შეიცავდა ნამდვილ მინიატურულ ელექტროგაყვანილობას, მუშა ლიფტებს და ბიბლიოთეკას მინიატურული წიგნებით, რომლებიც სპეციალურად მისთვის დაწერეს, მათ შორის ართურ კონან დოილმა და რადიარდ კიპლინგმა. ლიტერატურას რაც შეეხება, ამ სიტყვად შეთანხმებას ხვდებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. აბა? თქვენ. თოჯინების სახლი. თოჯინების სახლი, ანა. სად ხვდებით, ეგ რომ მითხრათ, ბარემ? იფსენის თოჯინების სახლი. თოჯინების სახლი, რომელიც თავდაპირველად სულაც არ იყო ბავშვებისთვის სათამაშოდ განკუთვნილი, არამედ უფრო დეკორატიული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს სწორი პასუხია, მეგობრებო, ეს არის თოჯინების სახლი, რომელიც ასევე გახლავთ ჰენრიკ იბსენის ძალიან ცნობილი პიესა. კიდევ სამი ქულა ჩაიწერა აქტივში ტრუბადურმა, ჩვენ კი მივადექით იმ მომენტს, როდესაც უნდა ვიხილოთ ვიდეო რგოლი, მერე კი გავაგრძელოთ ჩვენი თამაში. უილიამ ბასკერვილელი უმბერტო ეკოს პირველი რომანის ვარდის სახელის მთავარი პერსონაჟია. რომანი სემიოტიკასთან ერთად შეიცავს ბიბლიურ ანალიზს, შუა საუკუნეების სწავლებებსა და ლიტერატურულ თეორიას. პერსონაჟის როლი ყველაზე ცნობილ ეკრანიზაციაში შონ კონერიმ შეასრულა. უილიამი 1327 წელს საკუთარ თანამგზავრ აცოსთან ერთად ბენედიქტინელთა სააბატოში ჩადის, რათა ავინიონელი პაპისა და მწვალებლად შერაცხული უმცირესობის წარმომადგენელთა თეოლოგიურ დავაში მიიღოს მონაწილეობა. საბოლოოდ კი მკვლელობათა სერიის გამოძიება მოუწევს, რომელიც არისტოტელის პოეტიკის დაკარგულად მიჩნეულ მეორე ტომს უკავშირდება. გრძელდება წიგნების თარო და ვაგრძელებთ მას შემდეგი რაუნდით. მეხუთე რაუნდი. ვიდეო შეკითხვა. თქვენ უნდა გამოიცნოთ თანამედროვეობის გამორჩეული მწერალი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მან თეატრისა და კინოს ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. ჯერ კინოსაოპერო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტსა. ავტორი გატაცებული იყო ალპინიზმით. 1991-94 წლებში იყო სამაშველო სამსახურ სანთელის წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. წერა 21 წლის ასაკში დაიწყო და აღსანიშნავია, რომ საუკეთესო მოთხრობების კრებულის კატეგორიაში მოპოვებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა. შემოქმედებას რაც შეეხება, დაწერილი აქვს მოთხრობები, სამოგზაურო დღიურები, ესეები და რომანები. აჭერს კარპე დiem, აკამორჩილაძე არის თქვენი ვერსია და სამწუხაროდ ეს არ არის სწორი. დავასრულებინო. ეს არ არის აკამორჩილაძე, შესაბამისად ტრუბადურ შეუძლია მოისმინოს შეკითხვა ბოლომდე. გამორჩეულია ურბანული რომანი ერთი კინორეჟისორის შესახებ, რომელიც თბილისის ქუჩებში დახეტიალობს.
ტრუბადური? არჩილ ქიქოძე. ეს არის არჩილ ქიქოძე, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. არჩილ ქიქოძე, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო პოპულარული გახდა აი ამ სამოგზაურო სტილის რომანებით, მექსიკური დღიური, ნორვეგიული დღიური, პერუული დღიური და ასე შემდეგ. და ბოლოს კი იყო მინიშნება მის რომანზე სამხრეთული სპილო. გავაგრძელოთ თამაში მე-6 რაუნდი ასოციაცია. ქალაქი, მოულოდნელობა, მეგობრობა, მოტყუება, მისია, მაგია, საჰაერო ბურთი, ციკლონი, სიმამაცის ელექსირი, სურვილების შესრულება, შინაური ცხოველი, ვერცხლისფერი ფეხსაცმელი, საფრთხობელა, ლომი, კარპე დiem, ნარნიას ქრონიკები ხო არ არის? ნარნიას ქრონიკები. ერთი მინიშნება ჩენილია კიდევ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის ნარნიას ქრონიკები და აი ამ დარჩენილ მინიშნებას, რომელიც ჯერ არ მithქვამს, ვეტყვი ტრუბადურს. ყვითელი აგურის გზა. ეს არის ოზის ჯადოქარი, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. ყვითელი აგურის გზა, ლომი საფრთხობელა პერსონაჟები არიან, რომლებსაც დაუმეგობრდება თავარი გმირი დოროთი, აღარ ვახსენეთ რკინის ტყეკაფია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის სამი ქულა ტრუბადურისკენ, 3 რაუნდი გრჩება. მე-7 რაუნდი, ავტორი. ახლა კი თქვენ მოგიწევთ დაასახელოთ ადამიანი, რომელიც ჩარლზ დიკენსის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ხშირად თარგმნილ ავტორად ითვლება. მამამისი შუქურების წამყვანი ინჟინერი, ხოლო დედა მაღალი წრის წარმომადგენელი იყო. ოჯახის საქმიანობა სწორედ შუქურების დიზაინი წარმოადგენდა, რის გამოც ახალგაზრდა ავტორმა ედინბურგის უნივერსიტეტში ინჟინერიის შესწავლა დაიწყო. თუმცა მალევე სწავლა მიატოვა 1871 წელს. მწერალს რთული ბავშვობა ჰქონდა, რადგან ტუბერკულოზით იყო ავად და მუდმივად უწევდა საცხოვრებლის შეცვლა. საინტერესოა, რომ მოგზაურობასთან ერთად წერდა კიდეც. იმოგზაურა საფრანგეთსა და ბელგიაში, შემდეგ ამერიკაში. საბოლოოდ კი სიცოცხლის ბოლომდე სამოაზე ცხოვრობდა. მის სამწერლო კარიერაში გამორჩეული ადგილი უკავია გოთიკურ ნოველას პიროვნების გაულებაზე. რობერტ ლუის სტივენსონი. გოთიკური ნოველა? დოქტორი ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი. ეს ამომწურავი პასუხია, ეს არის რობერტ ლუის სტივენსონი, დოქტორი ჯეკილის და მისტერ ჰაიდის ამბის ჩვენთვის გადმომცემი და ასევე სათავგადასავლო წიგნის, რომელიც ლიტერატურისთვის ნამდვილი საგანძურია, უნდა მეთქვა, განძის კუნძულზე იყო ეს მინიშნება. აღარ მოგვიწია, იმიტომ რომ სტივენსონი გამოიცნო გუნდმა ტრუბადური, 2 რაუნდი გრჩება, უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს ტრუბადურებმა და გავაგრძელოთ ჩვენს თამაში. მე-8 რაუნდი ეკრანიზაცია. რა არის? ვარსკვლავის ტვერი. გეიმანის წიგნი. რატო გაგიხარდა ესე ძალიან? აუ, მომწონს ეს ფილმი. გიყვარს? ამბავი. ეს არის ვარსკვლავის მტვერი, ნამდვილად ნილ გეიმანის Stardust და მისი ეკრანიზაციიდან სულ რამდენიმე კადრისთვის თვალის შევლება მოვასწარით, სანამ ანანომ დაასახელა სწორი პასუხი. ვარსკვლავის მტვერი არის სწორი პასუხი. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. დაასახელეთ ნაწარმოები, რომელიც საუკუნეების წინ დაიწერა და აღიარებულ მწერალს ეკუთვნის.
საგულისხმოა, რომ სხვა ნაშრომების მსგავსად ავტორმა გამოსაცნობი ნაწარმოების შესაქმნელად ჰოლინშედის ქრონიკები გამოიყენა. გამოსაცნობი პიესა სიუჟეტურად ედმუნდ სპენსერის ფერიების დედოფალს ჰგავს. ზოგიერთი სწავლული პიესის სატიტულო მთავარ გმირს ბრიტანეთის რკინის ხანის ნახევრად ლეგენდარულ ფიგურას უკავშირებს. ზოგი კი ირლანდიური მითოლოგიის ზღვის ღმერთს. პერსი ბიში შელიმ ნაწარმოებს მსოფლიოში არსებული დრამატული ხელოვნების ყველაზე სრულყოფილი ნიმუში უწოდა. სიუჟეტს რაც შეეხება, გამოსაცნობი ტრაგედიის მოქმედება რომაულ ეპოქამდელ ბრიტანეთში ვითარდება და იწყება ორი გრაფის დიალოგით. ისინი საუბრობენ მონარქის წარმატებებზე, რომელსაც სამეფოს სამ ნაწილად გაყოფა განუზრახავს. ვერსია არ არის, 30 წამი გაქვთ ფიქრისთვის. არ მეფილი. დიალოგით სიწყება. სამწოდა ყოფილი მეფილერი. ექსპერტი ხო არა. ვაცები თუ და ამას. გადავიყანოთ. 3 2 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებით მინიშნებას წაგიკითხავთ. ტრაგედია 1605 წელს დაიწერა და აღიარებულ ინგლისელ დრამატურგს ეკუთვნის. მან გავლენა მოახდინა შემდგომი დროის ბევრ ნაწარმოებზე, მათ შორის ბალზაკის მამა მეფელერი. მეფელერი. სამკულაზე რატო არ ირწმუნეთ ამ ვერსიის ბოლომდე? სართულად. სამად ყოფს სამეფოს, იმიტომ რომ ყავს 3 ქალიშვილი, არა? ეს არის მეფელერი, ეს ორი პასუხია, ნამდვილად მამა გორიოზეც გარკვეული გავლენა იქონიაო, როდესაც წერდა ბალზაკი ამ ნაწარმოებს. მეფელერმაც უნდა გაყოს სამეფო 3 ნაწილად. შედეგად 9 რაუნდი გავიარეთ და შეგვიძლია ახლა ვიდეო რგოლი ვნახოთ, მერე კი ქართული ეტაპით გავაგრძელოთ თამაში. ვარსკვლავის მტვერი ბრიტანელი მწერლის ნილ გეიმანის 1999 წლის ფენტეზი ჟანრის რომანია. ციკლს თავდაპირველად კედელი უნდა რქმეოდა, თუმცა მწერალს ახალი სათაურის იდეა მას შემდეგ უჩნდება, რაც ლიტერატურული ჯილდოს მოგების აღსანიშნად გამართულ წვეულებაზე ჩამოვარდნილ ვარსკვლავს ხედავს. ციკლს DC Comics გამოსცემს და იგი რამდენიმე ჯილდოსაც მოიპოვებს. 2007 წელს წიგნის ყველაზე ცნობილ ადაპტაციას მეთიუ ვონი იღებს კლერ დეინსისა და ჩარლი კოქსის მონაწილეობით. ვარსკვლავის მტვერის მოქმედება 1856 წელს იწყება და მოგვითხრობს ტრისტან თორნის ისტორიას, რომელიც სოფელ უოლიში ცხოვრობს. სოფელი ზღაპრული სამყაროსაგან კედლითაა გამოყოფილი და უბრალო მოკვდავებს კედლის იქით გადასვლა მხოლოდ 9 წელიწადში ერთხელ შეუძლიათ. გრძელდება წიგნების თარო, პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. გამოსაცნობია ადამიანი, რომელიც საუკუნეების წინ მოღვაწეობდა. ბავშვობა სამცხეში, კერძოდ მისი პაპის ბექა პირველი ჯაყელის კარზე გაატარა. იგი მონღოლებმა დასვეს ტახტზე, თუმცა თავდაპირველად მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ თბილისის მეფეს ეძახდნენ. მეფობის პირველივე წლებში ისარგებლა ილხანთა საყაენოში არსებული შინააშლილობით და შეუდგა საქართველოს საშინაო საქმეების მოგვარებას. უპირველესად ჩობანოინისგან მიიღო უფლება ხარკი თავად აეკრიფა და შიდა ქართლიდან ოსები განდევნა. საგულისხმოა, რომ მან დააბრუნა მიმოქცევაში ქართული ვერცხლის მონეტა გეორგიული თეთრი. საბოლოოდ გეტყვით, რომ დემეტრე მეორის ამ ვაჟმა შეიმუშავა სპეციალურ კანონთა კრებული. ტრუბადური. გიორგი მეხუთე. გიორგი? მეხუთე. ეს არის გიორგი მეხუთე, გიორგი ბრწყინვალე, კანონთა კრებული, რომელსაც მან უწოდა ძეგლის დება და რომელმაც მოაწესრიგა ძალიან ბევრი რამ თასა და ბარში. ძეგლის დება. გიორგი ბრწყინვალე. შემდეგი რაუნდი. მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. გამოიცანით ჰიდრონიმი, რომელსაც დიონ კასიუსი კამბისის სახელით იხსენიებს. იგი ორი ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინება და სათავეს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. მწვერვალ ბორბალოსთან იღებს.
ზემოწელში მიედინება ხეობაში, შუაწელზე კი კვეთს სამგორის ქვაბულს და ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს. აღსანიშნავია, რომ მასზეა აგებული მარეგულირებელი სიონის წყალსაცავი. ეტიმოლოგიურად ვახუშტი ბატონიშვილი გამოსაცნობ ჰიდრონიმს მცირე ალაზნად მოიხსენიებს. სწორედ ამიტომ სახელი, რომლითაც ვიცნობთ, ალაზნის გაორებას უკავშირდება. 3, 2, 1. ეს არის იორი. იორი მეგობრებო. გავაგრძელოთ თამაში. მესამე ქართული რაუნდი. კულტურა. გამოიცანით ის, რაც 2006 წლის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს. მისი აგება სამშენებლო მასალების თავისებურებების მიხედვით მე-11 საუკუნეს მიეწერება. მასზე ვხვდებით ერთ სტრიქონიან ასომთავრულ წარწერას, რომელშიც მეფე ბაგრატ მესამე ან ბაგრატ მეოთხეა მოხსენიებული. ძეგლისთვის შერჩეულია ესთეტიკურად და ტექნიკურად მოხერხებული ადგილი, მდინარის ვიწრო ყელი კლდოვან ფენებზე. დასავლეთ საქართველოში სოხუმიდან 5 კილომეტრში მდებარე გამოსაცნობი ხიდი სახელს იზიარებს ციხესიმაგრესა და მდინარესთან, რომელზეცაა გაშენებული. ბოლოს გეტყვით, რომ გამოსაცნობ ობიექტს მეორენაირად თამარის ხიდსაც უწოდებენ. 3, 2, 1. თუმცა თამარის ხიდს საკმაოდ ბევრ ხიდს უწოდებენ საქართველოში, აი ამ ხიდს კი ქვია ბესლეთის ხიდი, მეგობრებო. ბესლეთის ხიდი არის ეს. კარგით, ზოგად რაუნდებზე შეგვიძლია გადავიდეთ, როგორც ხვდები და ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები დარჩით. ანანო, ნია, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. გამოიცანით კოლექტივი, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში ლონდონში ჩამოყალიბდა. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრ ამ კოლექტივს გაყიდული აქვს 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი და მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. მათი სადებიუტო სტუდიური ალბომი The Piper at the Gates of Dawn ერთადერთია, რომელიც სიდ ბარეტის თაოსნობით ჩაწერეს. Pink Floyd-ი. ეს არის Pink Floyd-ი, ნამდვილად Pink Floyd-ი, რომელიც შემადგენლობაში თავიდან იყო სიდ ბარეტი, შემდეგ კი წავიდა ჯგუფიდან და საბოლოოდ დანარჩენი ალბომები მის გარეშე ჩაიწერა. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს ვხვდეთ. ლუკა, ანა, მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. თქვენ უნდა დაასახელოთ პოლიმათი, რომელიც საუკუნეების წინ მოღვაწეობდა. მის შესახებ ზუსტი ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, თუმცა ვიცით, რომ ალექსანდრიაში ცხოვრობდა და ასტრონომიულ დაკვირვებებს აწარმოებდა. მას მიეწერება კარტოგრაფიული პროექციის თეორიის დამუშავება. მის ნაშრომს კი თანახლავს დედამიწის ზედაპირის 27 რუკა. საგულისხმოა, რომ მეცნიერმა შეადგინა მეფეთა ქრონოლოგიური კანონი და დაწერა 5-ტომეული ტრაქტატი ოპტიკის შესახებ. დასასრულს გეტყვით, რომ ფართოდ ცნობილია საკუთარი გეოცენტრული სისტემით, რომელსაც მოგვიანებით ნიკოლაი კოპერნიკი დაუპირისპირდა. 3, 2, 1. ეს ადამიანი იყო ნამდვილად ალბათ ძველი დროის ყველაზე დიდი კარტოგრაფი და მას ქვია პტოლემეოსი, მეგობრებო. პტოლემეოსი უნდა გაგეხსენებინათ. სპორტი ვითამაშოთ და სპორტის რაუნდზე მოთამაშეები მოვიდნენ. ნიკა, მეგი, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. გამოიცანით ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულია სპორტის კონკრეტულ სახეობაში. იგი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიბადა. მამამისი ფეხბურთელი იყო და ისიც მამამისის გზას გაჰყვა.
თუმცა სისწრაფისა და ძალის ნაკლებობის გამო გადაწყვიტა იმავე სპორტში მწვრთნელობა ეცადა. მისი ტალანტი პირველად შოტლანდიის ყოფილმა მწვრთნელმა ენდი როქსბურგმა დაინახა. პირველ დიდ წარმატებას სამწვრთნელო საქმიანობაში 2002-2004 წლებში მიაღწია პორტუსთან ერთად. მოახერხა რა ჩემპიონთა ლიგის მოგება. შემდგომში კი იგივე 2010 წელს მილანის ინტერთან ერთადაც გაიმეორა. 3 2 1 ხო არ გაგახსენდათ ეს ადამიანი ძალიან ეწყინებოდა გაგიჯავრდებოდა აქ რო იყოს ახლა იმიტომ რომ ის განსაკუთრებულია special one ეს არის ჟოზე მაურინიო ვაიმე ჟოზე მაურინიო კეთილი ამგვარად ამოიწურა ზოგადი რაუნდების ეტაპი მე შეგახსენებთ რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი ასევე ჩვენი პარტნიორია PSP და ახლა კი ბლიცის ეტაპზე უნდა გადავიდეთ მანამდე მოდით ვნახოთ შემეცნებითი ვიდეო რგოლი ძველი ბერძენი მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოგრაფი და მათ შორის მწერალი კლაუდიუს პტოლემეოსი დაახლოებით 100 წელს დაიბადა სავარაუდოდ ეგვიპტეში. მას ეკუთვნის ნაშრომი ალმაგესტი, რომელშიც ავტორი მთელ იმდროინდელ ასტრონომიულ ცოდნას უყრის თავს. პტოლემეოსის მეორე მნიშვნელოვანი ნაშრომი გეოგრაფიის სახელმძღვანელოა, რომელიც 8000-მდე პუნქტის კოორდინატებს შეიცავს. ის მიიჩნევდა, რომ სამყაროს უძრავი ცენტრი დედამიწა იყო, თუმცა მე-17 საუკუნეში ჰელიოცენტრული სისტემის დამკვიდრების პროცესში კოპერნიკისა და კეპლერის ცხრილების გამოქვეყნების შემდეგ მისმა შრომამ პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. ვაგრძელებთ წიგნების თაროს ბლიცის ეტაპს მივადექით, რომელსაც ითამაშებენ ერთმანეთის პირისპირ ანანო და მეგი. პირველი ანანოსთან უნდა ვითამაშო, მზად ხარ ანანო? დიახ. დავიწყოთ ბლიცი ანანოსთან. დავიწყოთ. სადავრო მწერალია დენ ბრაუნი. ამერიკელი. სწორედ ვინ დაწერა ყვითელი ძაღლი? რომენ გარი. სიმენონმა რისი ბრძოლა არის იორდანის წიგნის სათაურში? შემდეგი. ლაბირინთის რომელ წიგნში ხვდებით ვავილენ ტატარსკის? ჩაპავდეს ეს არის. Generation-ი დაასრულეთ ვინდა სტაუს ზღვაში ქვიშა და ანცაზე. ვარსკვლავები. სწორედ ვისი გამოგონილი ოლქია იოკნაპატოფა? ფოლკნერი. სწორედ რაგვარი აიმეჰოს ავტორი ვოლტერი? სკოტი. სწორედ ვინ დაწერა სამანიშვილის დედინასვალი? კლდიაშვილი. სწორედ რა ქვია ცეთამჯენის ავტორ ბალარდს? ჯეიმსი. სწორედ ანდერსენთან ვინ დაატყვევა ყინულის დედოფალმა? კაი და გერდა. სწორედ კომიქსებში რა მესახელს ვიცნობ ტონი სტარკს? რკინის კაცი. სწორედ ვისი ლექცია გოგჩა? ალექსანდრე ჭავჭავაძე. სწორედ მარტინთან ვისი ძმა ვიზერისი? შემდეგი. დეინერისი სოთა ჭილდის გზაზე ერთი კაცი? მიდიოდა. სწორედ ვისი ლექსია ანაბელი? პო. სწორედ რა სპეცსა რა წოდება აქვს მიუნჰაუზენს? ბარონი. სწორედ ჰაგიოგრაფიაში რა ერქვა ვარსკენის ძმას? არშუშა. ჯოჯიკი რა ქვია აგვისტოს ნათელის ავტორ ფოლკნერს? შემდეგი. უილიამი ბილიაში რამდენი დღე იყო წარგმნაში ნოე? 40. სწორედ სადორი ავტორია იმრე კერტეში? უნგრელი. სწორედ დიდ გეცბიში რა გვარია დეიზი? ბიუქენენი. სწორედ ვისი პოემაა ბახტრიონი? ვაჟაბშავალი. სწორია რა ფსევდონიმით ვიცნობთ ვახტანგ მოსიაშვილს? ტარსამოსი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ანანომ დააგროვა 17 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები ანანოს. მე კი ვინაცვლებ მეგისთან, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. მზად ხარ მეგი? დიახ. დავიწყოთ ბლიცი მეგისთან. დავიწყოთ. სადორი მწერალია უმბერტო ეკო? შემდეგი. იტალიელი ვინ დაწერა თეთრი ძაღლი? ლონდონი. რომენ გარი ვისი წყევლა არის იორდანის წიგნის სათაურში? შემდეგი. ტიტანების რომელ წიგნში ხვდებით პიოტრ პუსტოტას? შემდეგი. ჩაპაევდეს სერიალი და ასრულად სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ რომ კაცად ვარ? შემდეგი. გამიზრდი ხარ ვისი გამოგონილი ქალაქია მაკონდო? მარკესი. სწორია რა გვარია განძის კუნძულის ავტორი რობერტ ლუისი? სტივენსონი. სწორია ვინ დაწერა ჰაკიაძმა? ქეჩელი. სწორია რა ქვია ბუზ და ბატონის ავტორ გოლდინგს? შემდეგი. უილიამი ანდერსენთან ვინ ეძებდა კაის? შემდეგი. გერდა კომიქსებში რამაც ახალ თვითონ ბრიუს ვეინს? ბეტმენი. სწორია ვისი ლექსია პირამიდებში? შემდეგი. პაოლოსი მარტინთან ვისი შვილი არია? სტარკის. შემდეგი. ნედ სტარკის გურამ დოჩანშვილის სამოსელი? პირველი. სწორია ვისი ლექსია უკაპიტანო ჩემო კაპიტანო? შემდეგი. ვიტმენის ნიუმასთან რა წოდება აქვს მონტე კრისტოს? გრაფი. სწორია ჰაგიოგრაფიაში რა ერქვა ვარსკენის ცოლს? შუშანკი. სწორია რა ქვია მდისხამის სტევნის ავტორ სტეინბეკს? ჯონი. სწორია ბიბლიაში რამდენი ძე ჰყავდა ნოეს? 3. სწორია სადორი ავტორია ნაჯიბ მაჰბუზი? თურქი. ეგვიპტელი დიდ გეცბიში რა გვარია ნიკი? შემდეგი. ქერევეი ვისი პოემაა განდეგილი? ილია. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და მეგიმ დააგროვა 10 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები მას და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში.
საბოლოოდ ანგარიშით 43-10 იმარჯვებს ტრუბადური და აპლოდისმენტები ტრუბადურს. გილოცავთ მეგობრებო, ამ გამარჯვებას ყოჩაღ მშვენიერი თამაში ჩაატარეთ, ნამდვილად შესაშური შეიძლება ითქვას. და გთხოვთ რომ მხურვალე აპლოდისმენტებით გავახსნევოთ კარტობიან. აცი მიუხედავად ეს აპლოდისმენტები თქვენ. მაყურებელს დავემშვიდობები. გეტყვით რომ ერთმანეთს შევხვდებით კვლავაც წიგნების თაროში, უყურეთ ჩვენს შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას. ან ბანკა